მაგალითისთვის დავასახელებ სიტყვა პროევროპულს. პროევროპული ოპოზიცია, პროდასავლური ოპოზიცია და ამ დროს საგინებლად ვიყენებთ სიტყვას პრორუსულს. ახლა ჩვეულებრივმა საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა როგორ უნდა აღიქვას პროევროპულ ოპოზიცია სიტყვა, როდესაც პრორუსული ნიშნავს ადამიანს, რომელიც საქართველოს ინტერესების საზიანოდ მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ. აი პროდასავლური სიტყვა როგორ უნდა ახსნას ჩვეულებრივმა საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა. ეს ბინარული დაპირისპირება და წყვილები სწორედ სახელისუფლებო პროპაგანდას და მათ შორის რუსეთს აძლევს ხელს, რომ მუდმივად იყოს პრორუსული და პრორაღაცა, რომელშიდაც ჩვენ ვითომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ. საერთოდ ხო, ეს ადამიანის დუალისტური